მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია იქცა ზარმაცი ჩინოვნიკების საუკეთესო მეგობრად. მაგალითად, როცა ჩინოვნიკი ხარ და მინისტრი გეკითხება რაიმე შესაძლებლობების შესახებ, შენ შეგიძლია უთხრა, რომ მინისტრო, ეს სამწუხაროდ აკრძალულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. ცხადია, მინისტრი არ გაიქცევა ბიბლიოთეკაში და არ დაიწყებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 1500 გვერდიან რეგულაციებში გარკვევას და შემდეგ არ გეტყვის. თურმე ამის გაკეთება შეგვიძლია. არსებობს უზარმაზარი ჭარბი პესიმიზმი. დღეს დომინანტურ ეკონომიკურ თეორიას აქვს შინაგანი მიდრეკილება სტატუს-კვოს შენარჩუნებისაკენ, მდიდარი კლასის დაცვისაკენ და ეს მიდრეკილებები ასახულია ეკონომიკურ თეორიაში და ეკონომიკურ პოლიტიკაში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. კაპიტალიზმის ისტორიაში თითქმის ყველა ქვეყანა, რომელიც განვითარდა, ეს მოახერხა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. გულისხმობ მაგალითად ბრიტანეთს მე-18 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-19 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატები იყო ყველაზე პროტექციონისტული ქვეყანა მსოფლიოში. მე-19 საუკუნის ბოლოს გერმანია, შვედეთი, მე-20 საუკუნის შუაში, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ყველა ამ სახელმწიფოებში მთავრობებმა შეასრულეს საკმაოდ აქტიური როლი საკუთარი ნაციონალური მრეწველობის, პროდუქტიულობის ზრდაში, ინოვაციების ხელშეწყობაში. თუ ამას ავიღებთ როგორც ისტორიულ ფაქტს და ამას უწოდებთ დეველოპმენტალისტურ სახელმწიფოს, ამგვარი განვითარების სტრატეგიის გამოყენება სამწუხაროდ უფრო რთული გახდა გასული რამოდენიმე 10 წლეულის განმავლობაში. საქართველოს ბოლო წლებში აქტიურად ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან, დსთ სახელმწიფოებთან, რუსეთის გამოკვლევით, ევროკავშირთან და ასე შემდეგ. არსებობდა ილუზია, რომ თავისუფალი ვაჭრობა სიმდიდრეს მოუტანდა ბევრ ადამიანს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. რა შეიძლება ამის შესახებ გითხრათ? Yeah, that's totally predictable because free trade ეს სავსებით პროგნოზირებადი იყო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ფაქტიურად ახდენს ეკონომიკის გაყინვას უკვე არსებული ეკონომიკის სექტორებში. მე არ ვიცი რა პროდუქტების ექსპორტს ეწევით თქვენ, თუმცა ზოგადად განვითარებადი ქვეყნები ძირითადად ეწევიან ბუნებრივი რესურსების, დაბალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტების ექსპორტირებას და სანაცვლოდ ისინი ყიდულობენ მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს სხვა განვითარებული ქვეყნებიდან. მაშინ, როცა ღარიბი ქვეყანა ხელს აწერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მდიდარ სახელმწიფოსთან, ფაქტიურად ის ამბობს, ამით ჩვენ ვაპირებთ დავრჩეთ ამ დაბალ ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა. ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით თქვენ უარს ამბობთ, დაიცვათ და ხელი შეუწყოთ თქვენს